ჩვენ სტუმარია ბიოარქეოლოგი ნინო თავართკილაძე. ეს არის მეცნიერება, სწავლობს ადამიანის ისტორიას, თავად ადამიანის ძვლების და სხვადასხვა ბიოლოგიური ნაშთების გამოყენებით. ხელოვნური დეფორმაცია ეს არის ფენომენი, რომელიც გავრცელებულია მთელს მსოფლიოში უძველესი პერიოდიდან. ძველ გერმანელებში მახსოვს ყველაზე კარგად რაღაცა. უცნაური თავის ისინი რა მოჩენ. კი, ძველ გერმანელებში არის, ჰუნებშიც არის, მომთაბარე ტომებში. სამხრეთ ამერიკელებში. კი, პერუშია ყველაზე ბევრი მგონი. და მათ შორის არის საქართველოში. სოციალურ ფენებს შორის თუ შეგვიძლია რაღაცა განსხვავება ამ მხრივაც დავინახოთ. ანთროპოლოგიაში ასაკს განსაზღვრავთ ბიოლოგიურ ასაკს, არა პასპორტულ ასაკს. ამას სჭირდება ესეთ სამეცნიერო მუშაობა, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი რამის გაგება შეგვიძლია საკუთარ ისტორიაზე. მოგესალმებით, წარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Nexty. პოდკასტის ჩასაწერი სივრცისთვის განსაკუთრებული მადლობა სკოლა Archimedes. პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ საგადასახადო აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და განათლებას. პოდკასტის მხარდამჭერია Classroom G, ეს არის პლატფორმა, სადაც ერთიანდება მასწავლებლები და მშობლები. აპლიკაცია ავტომატ, რომელშიც იპოვეთ საუკეთესო მასწავლებლებს, მომზადებით გამოცდებისთვის და აღმოაჩენთ ყველაფერს სწავლის გარშემო. ჩვენი პარტნიორია Namirwa, ეს არის გაფილტრული წყალი, რომელიც გჭირდება. ასევე ჩვენი პარტნიორია Shinwood, ტყეში ჩაფლული სააგარაკე დასახლება თბილისიდან 23 კილომეტრში. პოდკასტის პარტნიორია Shinwood, მიწის ნაკვეთები ტყის შუაგულში. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. საგურამოს მიმდებარედ, თბილისიდან 23 კილომეტრში. ხოლო პოდკასტის იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GT Consulting. კომპანია სრულ სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს ნებისმიერ ტიპის დავაზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში. ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ჩავიწეროთ ეპიზოდი, რომელიც აქამდე არ შევხებივართ წარე პოდკასტში, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი დანაკლისი არის. გვინდოდა მართლა გითხრათ ყოველთვის. და ჩვენი სტუმარია ბიოარქეოლოგი, ანთროპოლოგი ნინო თავართკილაძე, რომელიც არის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. ეს ინსტიტუტი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ გვესტუმრე პოდკასტში. დიდი ხანია გქონდა გეგმაში და ვაპირებდით, რომ ანთროპოლოგი მოგვეწვია, იმიტომ რომ ისტორია არ შეიძლება და წარმოუდგენელი არის ანთროპოლოგიის გარეშე და თანაც ბიოარქეოლოგია არის სფერო, რომელმაც მე პირადად ბოლო პერიოდში დამაინტერესა, მას შემდეგ რაც ჩვენ ერთ-ერთ სამეცნიერო სტატიაში დამჭირდა და სტატია ეხებოდა გვიანანტიკურ ხანაში ლაზიკის ომში ბიზანტიელი და სასანური ჯარის კვებას და როდესაც ამაზე წერდი, მაშინ სწორედ ადრეული რომაული თუ შემდგომ პერიოდში ბიზანტიური ჯარის კვება ძალიან კარგად ხონდა შესწავლილი ბიოარქეოლოგებს და ეს კვლევები იყო სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ჰოლანდიისა, გერმანიისა და ასე შემდეგ და ძალიან გამომადგა მაშინ და დამაინტერესა მე თვითონაც ძალიან და ფიქრობდი, რომ საქართველოში როგორ არის მდგომარეობა ამ მხრივ მეთქი. ამიტომ პირველ რიგში ამის შესახებ ვკითხავ, რა არის ზოგადად ბიოარქეოლოგია ჩვენ მსმენელსაც რომ გავაცნოთ და რამდენად მნიშვნელოვანი დარგია იმისთვის, რომ ისტორია შევისწავლოთ ამით. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეხლა ზოგადად მარტივად რო ვთქვა ბიოარქეოლოგიის დარგი რას ეხება, ეს არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის ისტორიას, თავად ადამიანის ძვლების და სხვადასხვა ბიოლოგიური ნაშთების გამოყენებით, მათ შორის ცხოველების და მცენარეების და მისი მთავარი მიზანი არის წარსული საზოგადოებების ცხოვრების აღდგენა. მათ შორის როგორც ახსენე კვება, მიგრაცია, გარემო პირობები, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ. და ზოგადად ეს ბიოარქეოლოგია არის ბიოლოგიური ანთროპოლოგიის ქვედარგი, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს არქეოლოგიას და ასევე ისტორიულ წყაროებს. რას გულისხმობს ეს, რომ ბიოარქეოლოგიური კვლევები მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს არქეოლოგიურ კონტექსტის და ისტორიული წყაროების გათვალისწინებით, რომ მოხდეს სრული სურათის აღდგენა წარსული საზოგადოებების. ამასთანავე ბიოარქეოლოგია იყენებს თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებს, როგორიც არის იზოტოპური კვლევები, რომელიც გულისხმობს კვების აღდგენას, ასევე გენეტიკას და რადიოლოგიურ კვლევებს. პირველად მახსოვს
აი ამ თემაზე როცა მოვისმინე იყო იულონ გაგოშიძის დოკუმენტური ფილმი იყო დედოფლის გორასზე როცა შეისწავლეს მახსოვს რომ მაშინ საუბრობდნენ იმაზე როგორ დაადგინეს რით იკვებებოდნენ იქ ყოფილი ადამიანები თავის დროზე და აი ეს ძირითადად შემორჩენილი იყო დამწვარი მარცვლეული მაგალითად იყო როგორც მახსოვს თაგვის რაღაც ექსპერიმენტებიდან ამოიღეს და ხო შეგულისხმობ პალინოლოგიურ კვლევებს პალინოლოგია უშუალოდ მცენარეებს წავს და იზოტოპები არის ეს არის ქიმიური ანალიზი რომელიც უშუალოდ ადამიანის სულიდან კეთდება და მას შეუძლია ზუსტად აღადგინოს კვება როგორ იკვებებოდა ესა თუ ის ადამიანი და ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე რომ კვება გვაძლევს ინფორმაციას შემდგომ უკვე გარკვეულ დაავადებებზე ანუ რამდენად დაბალანსებული კვება ხო რეგანზე შეიძლება გამოეწვია ეს მდგომარეობა ხო მაგას ადგენია მე მახსოვს რომ მაგალითად ეგვიპტის ფარაონებს როცა იკლოდნენ ერთ-ერთი ფარაონის მუმიაზე ამობდნენ ასე მახსოვს რომ ლუდს სვამდა დიდი რაოდენობით ეს გამს კბილები ჰქონდა ძალიან გაფუჭებული იმ მუმიას და ახასიათებდა ზოგადად ფარაონების იმიტომ რომ ეგვიპტელები ზოგადად ხო სვამდნენ შუმერების მსგავსად ლუდს და ეს კბილების გაფუჭების ტენდენცია მანდიდანო წამოვიდაო მახსოვს როცა ამაზე ხსნიდნენ რამზესი იყო რომელიღაც რამზესი დი იყო ან მახსოვსოთ რომელი და ძალიან საინტერესოა რომ საქართველოში აი როგორ მდგომარეობა ამ მართულებით აი რამდენად არის განვითარებული შეგვიძლია ვთქვათ ბიოარქეოლოგია საქართველოში ბიოარქეოლოგიური კვლევები ზოგადად სულ რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს. მაშინ ცოტა წარსულ პერიოდში გადავალ და მოვყვები როგორ დაიწყო ზოგადად ანთროპოლოგიის ჩამოყალიბება საქართველოში. პირველად ეს შეიქმნა მორფოლოგიის ინსტიტუტში ალექსანდრე ნათიშვილის თაოსნობით და 1956 წელს. და შემდგომ უკვე 1956 წელს მალხაზ აბდუშელიშვილი უდგება სათავეში ანთროპოლოგიის ლაბორატორიას და 65 წელს ანთროპოლოგიის ლაბორატორია უკვე გადმოდის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დღესაც არის ეს ლაბორატორია. და მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე 98 წელს თუ არ ვცდები, ქალბატონი ლია ბითაძე უდგება სათავეში და დღემდე ის არის ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მაგრამ თავდაპირველად ანთროპოლოგიის დარგი როცა წარმოიშვა საქართველოში, მაშინ ხდებოდა მხოლოდ კრანიოლოგიური მასალის შეგროვება, ანუ თავის ქალების კოლექციის შეგროვება და მათი მიზანი იყო სქესის და ასაკის განსაზღვრა თავის ქალების მიხედვით და გაზომვა, რაც აძლევდათ იმის საშუალებას, რომ კლასიფიკაცია მოეხდინათ თავის ქალების მიხედვით. და ძირითადი მიზანი ზოგადად იმ პერიოდში მსოფლიოშიც იყო რასებად დაყოფა ადამიანების. ანუ ისინი ადამიანთა მორფოლოგიური განსხვავების მიხედვით ყოფდნენ რასებად. მაგრამ მსოფლიოს ანთროპოლოგიურ ისტორიას თუ გადავხედავთ, იქ ცოტა უფრო ადრე მოხდა ეს ცვლილებები. მეორე მსოფლიო ომი იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც დიდი მოძრაობები დაიწყო ამ მეცნიერული რასიზმის წინააღმდეგ. ხალხი გამოდიოდა და ეწინააღმდეგებოდა, რომ არ შეიძლება ესე ადამიანები დაიყონ რასებად, იმიტომ რომ მეცნიერები ამბობდნენ, რომ ზოგიერთი რასა უფრო ვთქვათ აღემატება სხვა დანარჩენ რასას. ნუ ხა მესამე რაიხის დროს ძალიან აქტიური. და ამას ისინი მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლებით, რაც რა თქმა უნდა, ნუ არ შეიძლება, ნუ რაღაცა გარეგნული ნიშნებით ისინი ამბობდნენ, რომ შეიძლება ეს გარეგნული ნიშნები ინტელექტსაც კი განაპირობებდეს. და ნუ მე უკვე იუნესკოს დადგენილება გამოვიდა, სადაც ოფიციალურად აიკრძალა რასის გამოყენება, ნუ სიტყვა რასა დღეს საერთოდ მეცნიერებაში აღარ გამოიყენება და იგი ჩანაცვლებულია AIDS-ით. მაგრამ საქართველოში ცოტა ეს ყველაფერი გვიან დაიწყო, იმიტომ რომ 46 წელს შეიქმნა პირველად და მალხაზ აბდუშელიშვილი 98 წლამდე მაინც ანუ იგივე ვთქვათ სკოლას მიყვებოდა, კლასიფიკაციით განსაზღვრავდა თავის ქალებს და 2000 წლიდან უკვე ნელ-ნელა ეტაპობრივად იწყება დანარჩენი ჩონჩხების შეგროვება, პოსტკრანიალური ნაწილის, არა მარტო თავის ქალების და ნელ-ნელა ხდებოდა უკვე არქეოლოგიურ კონტექსტთან განხილვა ამ ყველაფრის. ანუ დღევანდელი ბიოარქეოლოგიის ინტერესი არ არის უბრალოდ თავის ქალას აღწერილობითი ნიშნების სქესის და ასაკის დადგენა, იმიტომ რომ რეალურად ეს ინფორმაცია ისტორიისთვის არაფრის მომცემი არ არის. ანუ მაგალითად ეს თავის ქალა როდესაც იცი რომ არის მამაკაცი, ვთქვათ 30 წლის, ისტორიისთვის ეს არაფერს არ გვაძლევს. თუ არ განვიხილეთ კონტექსტთან ერთად, ცალკეულად ასე ვთქვათ, ხო, კვლევა არ არის რელევანტური.
და შემდგომ უკვე როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიებიც ჩაერთო და ჩვენც უფრო თანამშრომლობა დავამყარეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორც გენეტიკურ ლაბორატორიებთან, ასევე ვინც იზოტოპებს აკეთებს, აი მას შემდგომ უფრო მოგვეცა საშუალება, რომ თანამედროვე კვლევები დაგვეწყონ, იმიტომ რომ ჩვენთან სამწუხაროდ ამის ფინანსური საშუალება არ არის, არც გენეტიკის ლაბორატორია არ გვაქვს, არც იზოტოპები კეთდება ჩვენთან, ანუ ეს ძალიან დიდი შეზღუდვაა და გვიწევს, რომ ეს მასალები გავგზავნოთ, რაც რა თქმა უნდა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და თუ რაღაცა დაფინანსება არ გვაქვს, ესეც რა თქმა უნდა ფეხდება. კი, მახსოვს მე რომ შუააზიელებიც კი, აი ყაზახეთი, ვიზიტე ბრიტანეთში გზავნიდნენ ხოლმე, მაგრამ ანუ ალბათ არც იქ არის ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ხო? ერთად უფრო ევროპაში და ამერიკაში არის ეს შესაბამისი. რა არის საინტერესო? აი თუნდაც ის რასობრივი თეორია რაც არსებობდა. აი რამ ხელ შეიძლება ვთქვათ, რომ ეთიკურად ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ ბიოლოგიურად როგორ არის? ანუ რის საფუძველზე ხდებოდა ამის გაკეთება? ანუ ის მეცნიერები იხენებდნენ თავის ტერმინოლოგიას. ესეც ხდებოდა რა თქმა უნდა მორფოლოგიური ანუ იდეურად მორფოლოგიურად როცა შეისწავლი, რა თქმა უნდა ერთმანეთსა განსხვავდებიან, მაგალითად აზიელები და კავკასიელები, მაგრამ ანუ დღეს მარტივად რა აქვს როგორ მოხდა იცით, ანუ არსობრივად არის სწორი, უბრალოდ სიტყვა რასა ჩანაცვლდა ეთნოსი. ანუ რასას აღარ ვახსენებ, თორე ეთნოსი რა თქმა უნდა სხვადასხვა. სტუდიმაზე იმას ქმნის უკვე ხო რაღაცა ხო თორე შინაარსობრივად იდეაში ეგ არის ხო? იდეა კი იგივე არის. უბრალოდ ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მაშინ ისინი თვლიდნენ და ამტკიცებდნენ იმას, რომ აი ამ მორფოლოგიური ნიშნებით განსხვავება ჩვენს ინტელექტზეც აისახება. უპირატესობა ჰქონდა რა რასებს ხო ეგ კავკასიელები იყვნენ ძალიან უპირატესი მათ შორის. ხო, რასებს წოდეს სუბრასებიც ხო ამაშკარ და რაღაცა სახეობა ხო, მაგალითად ინდიელები ამ შემთხვევაში როგორც იქნება, ან წყნარი ოკეანის ხალხები ხო, ახალი ზელანდიელები და ამ შემდეგ. ინდოელებიც როგორც მახსოვს რაღაცა დაახლოებით მსგავს კონტექსტში იყო ხოლმე, ხო, რაღაც ევროპეის ხო, რაღაცა ის არსებობდა ამ ხრივ. აი პირველ რიგში მინდა უთხრა ჩვენს მას, რომ ნინო არის ავტორი წიგნისა გვიანანტიკური ადრე შუა საუკუნეების საქართველოს მოსახლეობის ბიოარქეოლოგიური რეკონსტრუქცია. ეს არის დისერტაცია, დისერტაციო ნაშრომი. აი საინტერესო ბიოარქეოლოგიის საშუალებით რამდენად შეიძლება ისტორიულ წყაროები სერიოზულად შეივსოს მასალით და რაღაცები დადგინდეს ან უარყოფილ იქნას. იმიტომ რომ ხშირად არის ხომ რომ ისტორიული წყარო არქეოლოგები როცა დაიწყებენ მე კვლევას შეიძლება ისეთი რაღაც დადასტურდეს ხომ რაც გონია რომ საერთოდ წარმოუდგენელი ხარ ასესურველი წერია ვთქვათ აქ ეროდოტესთან თუნდაც ხო ყოფილა შემთხვევები რომ ზოგიერთი რაღაცა ყოფილა ესეთი რომ მე ვთქვათ აი ისტორიკოსები ფიქრობდნენ რომ ყუილს წერდა მაგრამ მე არქეოლოგები დადასტურდა რომ სწორი იყო ან პირიქითაც ყოფილა ზოგჯერ ანუ ის წერდა რაღაცას მაგრამ არ დადასტურებულა არაფერი და შეიძლება მისაწინააღმდეგოც ყოფილა აი თუნდაც აი ამ კვლევით გვიან ანტიკურ ისტორიაზე რა ინფორმაცია მივიღეთ საქართველოს მოსახლეობის შესახებ იმიტომ რომ ჩვენ არც წყაროებში და ძალიან იშვიათად გვაქვს მასალა საერთოდ ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ანუ ადამიანი როგორია ამა თუ იმათ გვაქვს ზოგადად პოლიტიკური ისტორია ვიცით ამის შესახებ და აი რა მხრივ ამდიდრებს ეს სულნას და აი ზოგადად აი რა შეიძლება ითქვას ამ დისერტაციამ რა შედეგები მოგცა ამ კუთხით კონკრეტულად ჩემი დისერტაციის ფარგლებში ვინაიდან როგორც ვახსენე მხოლოდ თავის ქალის კოლექციების შეგროვება ხდებოდა შესაბამისად ჩემი დისერტაციაც ეფუძნება სამწუხაროდ ყოველ თავის ქალებს და აქედან გამომდინარე ამ დისერტაციაში ჩართული მაქვს პალეოდემოგრაფიული კვლევები ანუ გვიან ანტიკურში და ადრე შუა საუკუნეებში შედარებული მაქვს მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა რა განსხვავებებია და გამოიკვეთა რომ გვიან ანტიკურ პერიოდში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 57 წელი, ხოლო ადრე შუა საუკუნეებში 42. ამასთანავე აღსანიშნავია რომ ადრე შუა საუკუნეებში ქალების გარდაცვალების ასაკის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი იკვეთება 20-35 წლის ასაკში, მაშინ როდესაც რეპროდუქციულ ასაკში არიან, ანუ შობადობა უნდა ყოფილიყო და შესაბამისად მოსახლეობის სიმწირეს გამოიწვევდა. და ეს არის ცალკეული ვთქვათ ანთროპოლოგიური მონაცემები და ეხლა როგორ ხდება ამ ყველაფრის გააზრება ისტორიულ წყაროებთან და არქეოლოგიურ კონტექსტთან მიმართებაში.
ამას გარდა გამოკვლეული მაქვს შემდგომ უკვე სტომატოლოგიური დაავადებები და ასევე სტომატოლოგიური დაავადებებით იკვეთება, რომ მეტად იყო გავრცელებული ადრეშუა საუკუნეებში, ვიდრე გვიან ანტიკურ პერიოდში, მაგალითად კარიესი, უფრო მძლავრად იყო ადრეშუა საუკუნეებში, ასევე კბილების ცვეთა, დღეს რასაც ნადებს ვეძახით, ასევე სიცოცხლეში კბილების დაკარგვა და სხვა სტომატოლოგიური დაავადებები. და ეს ყველაფერი გვაძლევს ისტორიასთან მიმართებაში იმ ინფორმაციას, რომ გვიან ანტიკურ პერიოდში რომაული პოლიტიკა იყო უფრო ოლმობიერი. მათ ხელსაყრელი გარემო პირობები ჰქონდათ იმისთვის, რომ უკეთ ეცხოვრათ. ასევე უფრო ხელმისაწვდომი იყო პროდუქტები და შესაბამისად უფრო დაბალანსებულად იკვებებოდნენ. ვიდრე ადრეშუა საუკუნეებში. ანუ ანტიკურ სამყარო მოხრე უფრო უკეთესდება. ადრეშუა საუკუნეებში უკვე იმ პერიოდში, როცა სასაინდური ირანი შემოდის და ასე ვთქვათ, გავლენის ქვეშ ექცევა ქართლი, მაშინ ჩდება პირველად ხარკი, ხო ტერმინი. ბეგარა მაშინ ჩდება. და ეს რა თქმა უნდა სოციალური ზეწოლაც გავლენას ახდენდა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ანუ მათ უფრო შეზღუდული რესურსები ჰქონდათ. ამას გარდა კიდე არის ისტორიული წყაროები, სადაც საუბრობენ, რომ იშლება სავაჭრო გზები ადრეშუა საუკუნეებში, გვიან ანტიკურ პერიოდში. მომთაბარეების შემოსევების ხო? მომთაბარე შემოსევების დროს გვიან ანტიკურ პერიოდში პირიქით, ხო ეს სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტად არის განვითარებული, მონეტარული მოქცევა არის, ანუ ეკონომიკა ყვავის ამ პერიოდში ადრეშუა საუკუნეებთან შედარებით და ეს ყველაფერი ადამიანთა, ასე ვთქვათ, ადამიანთა ძვრებზეც ზუსტად იგივენაირად გამოიხატება. ანუ ჩონჩხი ეს არის ცოცხალი წყარო, ასე ვთქვათ. და შეგვიძლია ბევრი ინფორმაცია წავიკითხოთ მასზე, რა დაავადებები აქვს გადატანილი. უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენ შეზღუდვა ის მქონდა, რომ მარტო თავის ხალებზე გავაკეთე და თქვათ იმის დადგენა ვერ შევძელი, ვინ რა საქმიანობას ეწეოდა, თორე ესეც ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგალითად მებრძოლი ხალხს რა გავლენა მოახდინა სხეულზე. მაგრამ ამ გამო ხო, ეხლა გროვდება მასალა და როცა უკვე სტატისტიკურად რაღაც ის რაოდენობა იქნება, რომ სტატისტიკის გაკეთება შესაძლებელი იქნება, შემდგომში რა თქმა უნდა ამ კვლევებსაც გავაკეთებ. აი სოციალურ ფენებს შორის თუ შეგვიძლია რაღაცა განსხვავება ამ მხრივაც დავინახოთ, რადგან კვების ხარისხი, ძვლების უფრო სიმკვრივე ან რაღაცას თუ იწვევს ეს მათი რაციონი და ეს ხო განსხვავებას იძლევა, ხო ალბათ. კი, ძირითადად ეს ყველაფერი კბილებზე არის გამოხატული. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ ინფექციურ დაავადებებზე, რომელიც ძვლებზე კარგად ჩანს. ამას გარდა კიდე აი პოლიტიკური გავლენა უშუალოდ ზემოქმედებს სტრესი იწვევს. სტრესი ეს არის ინდიკატორი, ანუ რაღაცა გამაღიზიანებელი, რაც არის ადამიანის ორგანიზმისთვის, შემდგომ უკვე გამოიხატება ძვლებზე. და ესეთი სტრეს მარკერები არის ასევე თავის ქალებზე შევისწავლე, მაგალითად აი აქ თვალბუდეში ეს თავის ქალა რო ავიღოთ, აი აქ ჩდება ესე წერტილები, დაცხრილას ეძახიან, კრიბრა ორბიტალია ეწოდება ბიოარქეოლოგიაში, რაც სტრეს ფაქტორია. ანუ მაგალითად მუდმივი შიმშილობა ადამიანის. ეს ხო სტრესი ადამიანის ორგანიზმისთვის და სხვადასხვა გამოხატულება აქვს შემდგომ უკვე ძვლებზე. და ესეთი რაღაცა ნიუანსებით ხდება რეკონსტრუქცია, როგორც ცხოვრობდა ესა თუ ის ადამიანი. მე ასევე როგორც მახსოვს შენ ახსენე ადრე, რომ ადამიანები დეფორმირებულიც არის ხშირად თავის ქალებიო. რა მიზნით შეიძლება ყოფილიყო ძალით დეფორმაცია რატო ხდებოდა? ხელოვნური დეფორმაცია კი ეს არის ფენომენი, რომელიც გავრცელებულია მთელს მსოფლიოში უძველესი პერიოდიდან. ძველ გერმანელებში მახსოვს ყველაზე კარგად რაღაცა. უცნაური თავის ისინი რო აღმოჩენილ. კი, ძველ გერმანელებში არის, ხუნებშიც არის, მომთაბარე ტომებში. სამხრეთ ამერიკელებში. კი, პერუშია ყველაზე ბევრი მგონი. და მათ შორის არის საქართველოშიც. ეს კვლევა ჩართული მქონდა ასევე ჩემს დისერტაციაში. თავდაპირველად რო ახსნა რას გულისხმობს ეს პრაქტიკა. ეს არის ხელოვნურად მიიღწეოდა ესეთი ფორმა, ანუ დედა უკეთებდა შვილს დაბადებიდან ბავშვს 60 წლამდე, ვიდრე ყეფლიბანდების შეხორცება მოხდებოდა. ყეფლიბანდი არის ეს შუაში ნაკერი, ანუ თავდაპირველად რო ვიბადებით, შუბლის ნაწილი ორად ყო გაყოფილი. და შემდგომ ამის შეზრდა ხდება და სანამ ეს შეზრდა მოხდება, რბილია თავის ქალა. და როგორც რა ფორმასაც გინდა იმ ფორმას მისცემ.
და როგორ აკეთებენ სხვადასხვა ჩვენთან გვიან ანტიკურ ადრეშუა საუკუნეებში მე გამოვავლინე 3 ტიპი დეფორმაციის, 3 სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებდნენ. ერთი იყო ირგვლივი დაბინდვით, ანუ გარშემო უკეთებდნენ რაიმე რბილ ქსოვილს და ხდებოდა წლიული ფორმის მიღება. მეორე არის გამოიყენებდნენ მყარ მასალას, მაგალითად შუბლზე დაფისმიტებით და შემდგომ დაბინდვით და ხდებოდა შუბლის შებრტყელება, ან პირიქით კეფის შებრტყელება, კეფაზე თუ მივადებთ. და მესამე არის ანულარული ტიპის დეფორმაცია, როდესაც ასევე ბილქსოვილს გამოიყენებდნენ, მაგრამ ორ არეალში ხდებოდა, მაგალითად წრიულად და შემდგომ უკვე კეფის მიდამოებში და ეს უფრო აგრძელებდა თავს. და რომელი ფორმას რა ის ქონდა, დატოვს თუ ქონდა, ვიცით, მოგიშეცათ რომ რატო აკეთებდნენ? სხვა ეს არის უბრალოდ ეს იყო, ანუ ჩვენ ტერიტორიაზე ყოველ შემთხვევაში როგორც დადგინდა არქეოლოგიური კონტექსტის გათვალისწინებით, მათ შორის მაგალითად არის დეფორმირებულ სამარხებსა და ჩვეულებრივ სამარხებში არანაირი განსხვავება არ იყო, ანუ დაკრძალვის წესიც მსგავსი იყო, ინვენტარიც მსგავსი იყო, ანუ აქ არ გამოვლინდა რომ თქვა ელიტარული ფენა იყო და ამიტომ აკეთებდნენ. ან შეიძლება უცხოელი იყო, შეიძლება ვიღაცა ან რაღაცა ეს გენეტიკური კვლევების მე არ ჩავატარე უბრალოდ გავუსწავლე მასალები მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში, სადაც ეს კვლევები განხორციელდა და მთავარი მიზანი ეს იყო ზუსტად, რომ ეს თქვა დეფორმირებული ინდივიდები იყვნენ თუ არა მიგრანტები. მოხდა, თქონდა ყველა ნიმუშის გაგზავნა ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ გვიან ანტიკურ ადრეშუა საუკუნეების მოსახლეობის 21.5% ხონდა დეფორმაცია, რაც დამეთანხმები რომ საკმაოდ ბევრია, კი. და აქედან მოხდა მხოლოდ 21 ნიმუშის გაგზავნა. და საიდანაც მხოლოდ 5 აღმოჩნდა არა ადგილობრივი, ანუ რაოდენობრივად არის ცოტა, დანარჩენი ყველა ადგილობრივი იყო. რაც გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ ამ პერიოდში უკვე ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა ათვისებული ეს პრაქტიკა და თავად აწარმოებდა. ანუ ეს იყო უბრალოდ მოდა, რომელიც გავრცელდა თავდაპირველად შემოიღეს ჩვენს ტერიტორიაზე მომთაბარე ტომებმა, ჰუნებმა, სარმატებმა და ალანებმა, შემდგომ ადგილობრივმა მოსახლეობამ აითვისა და თავად აწარმოებდა. მაგრამ ეს თქვათ მიგრირებული მოსახლეობა ძირითადად კონცენტრირებულია სამთავროს სამაროვანზე. იმ პერიოდში უფრო ხდებოდა თქვათ მიგრაციები და მაგალითად რო ავიღოთ მეორე ძეგლი ნეძიხი, ეს არის დუშეთში მდებარეობს, სასოფლო დასახლებაა და არა საქალაქო, თქვათ სამთავროსგან განსხვავებით და აქ დადგინდა რომ ნეძიხში ყველა დეფორმანტი იყო ერთმანეთის ახლო ნათესავი, პირველი, მეორე, მესამე რიგის ნათესავები იყვნენ და ასევე ანთროპოლოგიურად დადგინდა რომ ეს სამი განსხვავებული ფორმა რაც ჩამოვთვალე, მაგალითად აი წრიული დეფორმაცია ვისაც ჰქონდა იყვნენ ერთმანეთის ნათესავები, ვინც დაფით ტაბულარული ტიპის დეფორმაციას აწარმოებდა, ისინი ერთმანეთის ნათესავები. ანუ ესეც საინტერესო ამბავი არის, რომ ალბათ მოდის გარდა ისინი ცდილობდნენ, რომ რაღაცით გამორჩეული ყოფილიყვნენ დანარჩენი საზოგადოებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ელიტარულ ფენას არ წარმოადგენდნენ, არქეოლოგიურად ყოველ შემთხვევაში ესე დადასტურდა რაღაცით ცდილობდნენ. ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოსდან არის ეს. სამწუხაროდ მასალები, ძირითადად ზღვოვანი მასალები, ზოგადად ოსტეოლოგიური მასალები აქვს აღმოსავლეთ საქართველოსდან, ვინაიდან დასავლეთში არის ნესტიანი და შესაბამისად ძალიან იშვიათი ვერ ინახავს მიწა იშლება მარტივად ცვალი. ხო, ეს საინტერესოა, თან მახსენდება მე სტრაბონის ცნობა, რომელიც წერს, რომ იბერიელი მთიელებიო სარმატების და სკვითების მსგავსად იმოსებიან. ხო, განსხვავებით ბარში მიდიური ის არისო, ჩაცმის წესიო, ან სპარსული უფრო და ან თებშიო უფრო და სავარაუდოდ დუშეთშიც რო დაბექცეს, შეიძლება ამის გარკვეული კვალი არის, ესეც რომ ამგვარი მონას გადავიდა. ჟინვალშიც არის გავრცელებული ბევრი. ანუ შემოდიოდა სკვითურს არმატული ისა და გარკვეული გავლენა ამ მხრივ ნამდვილად იყო. აი სხვა მაგალითად საკვების შესახებ რა შეიძლება დავადგინოთ? და რითი შეიძლება იკვებებოდეს გვიან ანტიკურ ხანაში ქართველი? კვების შესახებ ესე პირდაპირ ანთროპოლოგიურად დადგენა შეუძლებელია. ერთადერთი ჩვენი სიგაკეთებაც შეგვიძლია ეს არის სტომატოლოგიური დაავადებების შესწავლა. ვარაუდის გამოთქმა, ასე ვთქვათ, რომ რაღაცა არ ქონდათ დაბალანსებული კვება, მაგალითად მუდმივად რაღაცა მიწათმოქმედებას ეწეოდნენ და შესაბამისად პროდუქტებს იღებდნენ, ზღვის პროდუქტების ნაკლებობა ქონდათ, მაგრამ ამის აბსოლუტური მტკიცება მარტო მაგრამ ეხლა ვაკეთებ ახალ კვლევას, უბრალოდ ძალიან დასაწყისია.
ჩემი დისერტაციის გაგრძელება მწყურს, სადაც ჩართული იქნება ასევე იზოტოპური კვლევები, რომ ზუსტად დავადგინო უკვე რა განსხვავება იყო კვებით რაციონში და რა გავლენას ახდენდა ის ყველაფერი მათ ცხოვრებაზე. რამე რელიგიური პრაქტიკაც ხო არ მონაწილეობს აი ამ დეფორმაციაში ხო? თავდაპირველად საფუძველი როცა ჩაეყარა იყო რელიგიური, მაგრამ ჩვენთან მეეჭვება, იმიტომ რომ რელიგიური რო ყოფილიყო დაკრძალვის წესში უნდა ყოფილიყო რაღაცა განსხვავებები, მაგრამ აბსოლუტურად მით უმეტეს ქრისტიანობის პერიოდშიც მძლავრად ხდება ეს დეფორმაცია და ისინიც ქრისტიანული წესით არიან დაკრძალულები. რამე მაგალითად ისეთი მონაცემს ჯერჯერობით რადგან აღნიშნე რომ თლიანი ჩონჩხები არ გვაქვს, ალბათ ბევრი რაღაცაზე გვექნებოდა წტომა რომ გქონდეს, ხო? მათ შორის აი მაგალითად ძალიან მაინტერესებს ხოლმე საშუალო სიმაღლე მაგალითად იმ პერიოდის ადამიანებს, იმიტომ რომ ზოგადად სხვა მონაცემებს ვადევნებ ხოლმე თვალს, მაგალითად სკანდინავიელებისა, მაგალითად რომაელების და შემდეგ და ეგ შედარებულიც ახო თანამედროვესთან გაცილებით რო პატარა ზომებია ხოლმე რა საშუალო რაღაცა ხო? და საქართველოში როგორ იყო ამ ხოლმე საქმე ეს საინტერესო არის ხო? არ გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ ესე ვთქვათ მე რა ძეგლებზეც მიმუშავია და რაც მინახავს, აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ კი ჩვენზე უფრო პატარა დაბლები იყო ასე ვთქვათ, მაგრამ ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ის მონაცემები არ მაქვს, რომ რაღაც სტატისტიკა გამეკეთება. აი დემოგრაფიულ მდგომარეობაზე რა შეიძლება ითქვას? დემოგრაფიულზე, როგორც აღნიშნე, გვიან ანტიკურ პერიოდში მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო უფრო მეტი ვიდრე შუა საუკუნეებში და ასევე ორივე პერიოდში, როგორც გვიან ანტიკურში, ასევე ადრე შუა საუკუნეებში, კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უფრო მაღალი იყო ვიდრე ქალების, რაც სავარაუდოდ განპირობებული უნდა იყოს მშობიარობის ფაქტორთან, იმიტომ რომ ხშირი იყო მშობიარობის დროს გარდაცვალება და აი შედარებითი კვლევა ამ მხრივ რამდენად მნიშვნელოვანია, მაგალითად აი მეზობელ ქვეყნებში როგორ არის შესწავლილი და ჩვენთან მსგავსება და განსხვავება რამდენად შეიძლება მოგწეს ამ ხოლმე დიდი, იმიტომ რომ ისტორიკოსები შეიძლება ვიყენებთ ხოლმე ხო მაგალითად როცა არ გვაქვს ადგილობრივი წყაროები, შეიძლება რომ გავიდეთ რაღაცა მეზობელ ქვეყნების ისტორიიდან, შეიძლება ბევრი პარალელი ვიპოვოთ ისეთი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ისტორიის რეკონსტრუქციაში და აი ამ შემთხვევაში თუ არის შედარებული მაგალითად ერთმანეთს ეს მონაცემები ზოგადად რომის იმპერიაში თქვათ როგორი სიტუაცია იყო ამ მხრივ და ამ პერიოდისვე იბერიაში თუნდაც დემოგრაფიას გულისხმობ. ხო, აი დემოგრაფია და თუნდაც აი როგორი თავისკალებით ახლა ის რასაც გვეუბნება, იქ აურსა და ჩვენ შორის რამდენად არსებობს. მაგალითად აი დეფორმაციებზე ეხლა ვაკეთებ ზუსტად კვლევას და ჩართული მაქვს სომხეთის მასალები და ან მიზანი არის მთავარი, რომ იქაც გამოვიკვლიოთ თქვათ ის მოსახლეობა იყო თუ არა მიგრირებული და ამას გარდა რამდენად განსხვავებული დეფორმაციის ტიპები გვხვდება მთლიანად კავკასია მინდოდა რომ გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ აზერბაიჯანმა უარი მითხრა და ამიტომ მარტო სომხეთი და საქართველო მაქვს ჩართული და აი ზუსტად ერთ წელში დასრულდება ეს კვლევა, გენეტიკის შედეგებიც გვექნება და მე უფრო ვთქვათ ქრისტიანულ პერიოდში ვიცი ერთ რაღაცას არის ვაკურდები ხომ ჩვენთან მაინც და მაინც დიდი სურვილის არ გამოთქვა ხოლმე რომ მე გულისხმობ ზოგადი საზოგადოება ერთ მაინც და მაინც დადებით არ უყურებს მაგალითად ქრისტიანული პერიოდის სამარხების გახსნას და შესწავლას. აი მაგალითად მეფის, რომელიმე მეფის სამარხიც რო ვთქვათ ამოიღო იქიდან და იმის შესწავლა მოხდეს რაღაც. რატოღა ძალიან ცოტა არ იყოს უარყოფითად არიან ხოლმე განწყობილები, რომ აი ქრისტიანული წესრიგა დამარხული და ასე შემდეგ, თითქოს რაღაც მაინც საკრალურად აღიქმება ხოლმე ეს და აი ჩვენ რამდენად გვაქვს ქრისტიანული პერიოდის ისეთი ნიმუშები, რომელთანაც ვთქვათ რაღაც დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ პერიოდზე. ქრისტიანული პერიოდიდან ანუ შენ რაც აღნიშნე ეს არის ძირითადად აი თუ ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მაშინ ცოტა რთულია ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა მოლაპარაკება საჭირო ამ დროს და ხშირად არ გვაძლევენ ის უფლებას, რომ წამოვიყოთ ეს მასალები და ლაბორატორიაში ვიკვლიოთ, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ხდება ადგილზე კვლევა, არადა ძალიან საინტერესოა, მაგალითად სამონასტრო ცხოვრების რეკონსტრუქცია, მაგალითად კვების შედარება. იმიტომ რომ მგონია რომ ეს მარხვა როცა შემოვიდა, სავარაუდოდ გავლენას მოახდენდა ესეც. მაგრამ ეს მონაცემებიც ჯერჯერობით არ გვაქვს. არა და თავისქალები არის. სამისოთ ვთქვათ რომ თავისქალები არის, ხო. მე ასე ნახოთ რომელიღაცა მონასტერი გათხარეს ადრე მახსოვს წლების წინ, სადაც ძალიან მაღალი ადამიანის სიპოვეს, ხო, ჩონჩხი, ერთ-ერთი სასულიერო პირისა. კახეთში ხო. კახეთში იყო,
მახსოვს და ის შესწავლა არ მოხდანე და ისე ხო არ აფსულა ხო იტო ძალიან უცხო იყო იმიტომ რომ ყოველთვის პატარა ზომის ადამიანის პრობლემა ხომ და უცებ აღმოჩნდა რაღაცა 2 მეტრიანი კაცის ჩონჩხი კახეთში ხო და ვიგრობდი მაშინ რომ ნეტა ამის ზაიმე ფორმით შესწავლა თუ მოხდა რომ ეს კაცი რვინ იყო რანაირი იყო რა იყო რა რითი იკვებებოდა რა განსხვავება იყო თქვათ მასსა და ჩვეულებრივ დანარჩენ მოსახლეობას შორის აი ესეთი ანომალიები თუ გვაქვს ხოლმე რაღაცა აი განსხვავებული რაღაც რო აღმოჩნდება ხოლმე ესეთი რომელიც მაგალითად აი ყველა დანარჩენ ამ თავის ქალებიდან ძვლებისაგან რაღაც განსაკუთრებულად სხვანაირი არის მაგალითად რა იცი ჩვენთვის განსაკუთრებულად სხვანაირი არის რაიმე პათოლოგია თუ ეხება მაგალითად ანუ ის უფრო საინტერესო რა თქოს არ ქონია არავის მაგრამ დანარჩენ ხო ანუ პათოლოგიებში ჭირს იმიტომ ჯანმრთელობის აღდგენა უფრო საინტერესოა თქვა ანთროპოლოგიური თვალსაზრისით ვიდრე ხოლმე სიმაღლის დადგენა მაგალითად ტრეპანაციების პრაქტიკა, რომელსაც ჩვენთანაც აკეთებდნენ, ან ინფექციური დაავადებები, როგორც შავი ჭირი, მაგალითად ამის შესწავლა და გლობალურ ჭრილში განხილვა, იმიტომ რომ ეს მსოფლიო პანდემია იყო და ესეც ძალიან საინტერესოა. რა პერიოდის არის ეს, რომელი პერიოდი, დიუსტინიანეს პერიოდი შავი ჭირია? დიუსტინიანეს შავი ჭირის შესახებ სამწუხაროდ წყაროებში ინფორმაცია მე ყოველ შემთხვევაში ვერაფერი არა არც არის. ხო. ჩვენ ტერიტორიაზე არ იკითხება წყაროებში, ხო? მაგრამ აი ერთი ის წყარო ნახე უბრალოდ რომ ირან ბიზანტიაში იყო ძალიან გავრცელებული და ნუ ის ომების გამო შესაძლებელია რომ მე ჩვენთანაც ხო ეს ავარაუდოა გადმოსულიყო მაგრამ ხო თუ არა იმაში არ იკითხება ხო ჯერჯერობით აი მაგ გენეტიკა შავი ჭირს ვერ ეს გააკეთო უშუალოდ პათოგენების ანალიზი უნდა გაკეთდეს მაგრამ ამ პერიოდში გვიან ანტიკურ ადრეშუა საუკუნეებში არ დგინდება უფრო ადრეულ პერიოდებში ბრინჯაოს პერიოდში უბრალოდ შემთხვევით აღმოჩნდა ეს შავი ჭირის პათოგენი წალკაში თუ არ ვცდები ანუ ბრინჯაოს კონაშიც იყო და იუსტინიანის შავი ჭირის პერიოდში ამის გვიანდელი მე-13-მე-14 საუკუნეებში რო იფეთქა დიდი ან შავი სიკვდილი რო იყო რა უკვე მაგ პერიოდისა მაგრამ ეს როგორ შესწავლი არც არის ჩვენ მაგ პერიოდის მე-13-მე-14 სავარაუდოდ უნდა იყოს ანატორი ხო გაგებული გექნება ხევსურეთში სადაც ამჟამად ვახორციელებთ პროექტს ჩემს კოლეგებთან ერთად მაგრამ ესეც ანუ შარშან დავიწყეთ შარშან გქონდა პირველი ექსპედიცია და უბრალოდ ერთი აკლდამა შევისწავლეთ ანთროპოლოგიურად ნიმუშების გაგზავნა მოხდა ტუბინგენის უნივერსიტეტში ჩვენს უცხოელ კოლეგასთან ერთად და სავარაუდოდ აი შემდეგ წელს უკვე გვექნება ზუსტი შედეგები, იმიტომ რომ ანატორი არის ძალიან საინტერესო თავისი ისტორიით. ძალიან დუმოლები. ხო რაღაცა ლეგენდებია, ისტორიული წყაროებიც არის, უბრალოდ ლეგენდებია და ანდრაზე. რომ გავრცელდა ეს ჟამს უწოდებდნენ, ჟამი. ვისაც გამოვლინდებოდა, ყველა მიდიოდა თავისი ფეხით, წვებოდა, რაღაც ხის დაფები იყო და გაფაზე და ელოდებოდნენ სიკვდილს. და გასასვლელში რაღაცა ორი კაცი იდგა რომ არავინ გაქცეულიყო და ნუ ლეგენდის თანახმად გადარჩა მხოლოდ ერთი ბავშვი რომელიც გვერდზე სოფელში იყო გადასული ანუ შავჭირს გადაურჩა ხო ხო ეს ერთი ბავშვი ეს არის ლეგენდა მაგრამ ამისი მტკიცებულება არანაირი არ გვაქვს და ეხლა ზუსტად გვინდა მაგის დადგენა რამდენად მართლა შავი ჭირი იყო თუ რაიმეს შეიძლება სხვა ინფექციური დაავადება ყოფილიყო და ფაქტია რაღაცა ცოტა უცნაურიც არის რაღაცა მხრივ ხო იმიტომ რომ მაშინ ხო შავი ჭირი გავრცელება რომ დაიწყო ძირითადად გავრცელდა იქ სადაც ურბანული სივრცეები იყო და პირიქით ხარიდებდნენ ხოლმე თავს და იქ რომ მოხდა ცოტა ისა უცნაური ჰერო რაღაცამ ჩაიტანა რა არა მსგავსი აკლდამები ასევე ჩეჩნეთშიც არის აღნიშნული და შეიძლება რომ მაგრამ შეიძლება შავი ჭირი საერთოდ იყო და სხვა ინფექციური დაავადება იყო და უბრალოდ ჟამს მოიხსნა. აი სხვა რა ჩანს ხოლმე ჩვენთან მაგალითად თუ იკითხება რაიმე ამ სფეროში რომ აი რა დაავადებები არსებობდა მაგალითად საქართველოში ანტიკურ გვიანანტიკურ ხანაში მაგალითად აი თუნდაც დაზიანებების ან შემდეგ თუნდაც ცონჩხის მიხედვით თუ შეიძლება ვიმიჯელოთ ამაზე რა ინფექციური დაავადებები და რა ვირუსები და შემდეგ გავრცელებული. ძირითადად გვხვდება ხოლმე სიმსივნეები თავის ვინაიდან თავის ქალები გვაქვს, ანუ თავის ქალებზე აუბრცული ნაწილები ოსტეომა, სიმსივნეები გვხვდება, რაც შეეხება დანარჩენ ძვლებზე პოსტკრანიალურ ჩონჩხზე, გვხვდება ძირითადად ინფექციური დაავადებების კვალი, მაგალითად ძალიან საინტერესო იყო შარშან გავაკეთე კვლევა ხრამის დიდი გორის არქეოლოგიურ მასალაზე,
მარია მილუშვილი არის ექსპედიციის ხელმძღვანელი, თუმცა ის ნეოლითის ძეგლია და მას ხრიდა და შემთხვევით აღმოჩნდა ჩაჭრილი შუა საუკუნეების სამარხები, თუმცა ზუსტი თარიღი არ ვიცით. და საინტერესოა იმით, რომ დაკრძალულთა აბსოლუტური უმრავლესობა იყო მცირეწლოვანი ბავშვი და ბავშვების ჩონჩხები ზოგადად იშვიათია ბიოარქეოლოგიაში, იმიტომ რომ მარტივად შლადია და ხშირად არ რჩება ხოლმე კვალი. და საინტერესო იყო, რომ ამ ბავშვებს ყველას, აბსოლუტურად ყველას ჰქონდა მეტაბოლური დარღვევები. ანუ ეს ნიშნავს, რომ სერიოზული კვებითი დეფიციტი ჰქონდათ, ვერ იკვებებოდნენ სათანადოდ და ამით იყვნენ გარდაცვლილები. და ზრდასრულ ინდივიდებში თუ არ ვცდები გამოვლინდა 4 ქალბატონი და ყველა მათგანს აღენიშნებოდა კბილზე, ანუ კბილის ცვეთა ჰქონდათ, როგორ იცი, არაბუნებრივი იყო, ანუ აი ესე ხაზი გაყვებოდა აი აქ საღეჭ კბილებზე. და ამას გარდა ჰქონდათ მხრის ძვლებზე გამოხატული მკვეთრად კუნთების მიმაგრების ადგილი და ძალიან გასქელებული იყო ეს ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ამას რაღაცა დატვირთვა ჰქონდათ მუდმივად ხელებით და კბილზე. და სავარაუდოდ, რადგან შუა საუკუნეებია, ჩემი ინტერპრეტაცია ესეთი არის, რომ რაღაცა კბილით მაგალითად აი ხორცმიდან ხოლმე კალათებს რა, ანუ ალბათ კბილით გლეჯდა და მუდმივად ხელის მოძრაობა უწევდა. ანუ აი ესეთი რეკონსტრუქციებიც შესაძლებელია. ძალიან საინტერესოა. აი უფრო აქეთ ახალი პერიოდისკენ თუ არის მსგავსი კვლევები ჩატარებული 17-18 საუკუნეებში თემაში და რამ განსვა. აი რომ რაღაც პერიოდიზაციასავით, რომ ანტიკური შუა საუკუნეების შენ რომ შედარდეს რაღაცა ფორმით ერთმანეთს. მე-18-ში არანაირი ჯერჯერობით არ აქვს, ხო? ისე საინტერესო იქნებოდა მაგსურად საღდიან. რაღაცნაირად რომ საქართველოში რომ აი ანტიკური და რომ დაიწყოს და მე-17-18 საუკუნემდე რაღაცა ხო, რომ სულ ვიცოდეთ ყოველ ეპოქაში რაღაცა აიცვლება. მაგრამ ამას დიდი, ანუ შეგროვება ჭირდება კოლექციის და მე უკვე მთლიანად. მაგრამ მაგალითად გენეტიკური კვლევები არის შარშან გამოქვეყნდა სტატია ჩემი თანაავტორობით მაქს პლანკის ინსტიტუტთან ერთად და ამ გენეტიკური ბრინჯაოდან მოყოლებული ადრე შუა საუკუნეებამდე მქონდა მასალები წაღებული და უშუალოდ მუშაობდი მე გენეტიკურ იმაზე, სატყის ლაბორატორიულ პროცესებზე, იმიტომ რომ ხან გენეტიკა არ ვიცი, უბრალოდ სწავლა მინდოდა და შედეგი იყო ის, რომ ბრინჯაოდან მოყოლებული შუა საუკუნეებამდე დადასტურდა ჩვენ მოსახლეობაში გენეტიკური უწყვეტობა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა პერიოდებში მიგრაციის კვალი რა თქმა უნდა შეინიშნება, გენეტიკა არ შეიცვალა. ანუ მოსახლეობა არის ერთ და იგივე ბრინჯაოდან მოყოლებული, ხო? აი ბრინჯაომდე არ ვიცი რა ხდება, არ ქონია ჯერ. ხო, იცი რა მაგაზე ძალიან ბევრი ის იყო ხოლმე ჩვენთან მითები იყო, რომ აი ამაგალითად აღმოსავლეთ საქართველოს განსაკუთრებით რომ აირანელები შემოდიოდნენ შემდეგ, თქოს შეიცვალა ძალიან მოსახლეობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს როგორც იცი. არ ხდება. რამდენად მასიური უნდა იყოს მაშინ ეს, რომ ამან სულად შეცვალოს, ხო, იგივე ანატოლიაში თუნდაც თურქები კი ჩავიდნენ ანატოლიაში დაიპყრეს ტერიტორიában მოსახლეობა ხო გენეტიკურად მაინც ის უფრო მეტია ვიფხორობდა მანამდე ხო ეს მაშინ ძალიან ხშირად ხდება ჩვენთან შერეული ქორწინება მაინდა-მაინც არ ხდება. იმიტომ აქ არ ცხოვრობდნენ მასიურად ეს ხალხები, ან დაპყრობილი შეიძლება იყო ხარკს იქდიდი, მაგრამ აქ ჩამოსახლებული და აქ ყოფილი იშვიათია და თუ იყო ესეთი შემთხვევა, მაგალითად ბახტრემეს აჯანყებით დამთავრდა ერთი ესეთი შემთხვევა, რა დროსაც ზოგადად ქართველებმა ეს ელების და ტომი და შემდეგ რომლებიც აქ ჩამოასახლეს და ხან კულტურაში ხდება მაგრამ გენეტიკის შეცვლა ისე მარტივი ამბავი არ არის, ანუ მაინც. აი მახსოვს კიდევ ერთი მომენტი, აი ხუნწის ციხე რო გათხარეს დასავლეთ საქართველოში, იქიდანაც გაგზავნეს როგორც მახსოვს ეს ნიმუში. ხუნწში მუშაობდი. ხო, და მე მგონი იქაც არის. ხო, მუღულის. იქაც დადგინდა მე მგონი რომ იმ ადამიან ვინც ადგილობრივი კი. ადგილობრივი აღმოჩნდა და ეკი არა ერთი ისეთი ადამიანსაც ვიცნობ, ვისაც ეს გენეტიკური კვლევა თავის გაკეთებული აქვს და იმას თან დაჯდა ზუსტად მან აღმოჩენილი მაგაცის გენეტიკური ნიმუში. გრაგლიანის გორის მასალებს დაემთხვა ვიღაცა თანამედროვე ადამიანის გენეტიკა, ხო? ეს რა საინტერესოა, კი. ამ ბოლო პერიოდში ქართველები ხო, და თანამედროვე ვისაც სურს, ხოთ ის იტესტება და შეიძლება რომ ხო შეტარდეს.
იმიტომ რომ ეს ბაზა ხელმისაწვდომია შეგიძლია შენ შეკვიდან ნახო. სხვა რის დადგენა შეიძლება ესეთ გენეტიკური კვლევით? თუ შეიძლება დადგინდეს მაგალითად საინასად გადაადგილდა ადამიანი მიგრაცია იზოტოპებით ხდება. ხო. გენეტიკით ვერ ვადგენ. გენეტიკით შეგიძლია დაადგინო წარმომავლობა, ნათესაობა, ერთმანეთს ნათესაობები იყვნენ თუ არა. და ანუ უფრო ჩაშლა თქვა პათოგენების კვლევა გააკეთო, ინფექციური დაავადებები რა სულს იარჩანს, მაგრამ ეს მიგრაციის კვალი ხდება იზოტოპებით. ხო. აი მაგალითად ჩვენთან რაც არის აღმოჩენილი ეს ნაშთები ადამიანებისა. იქ კავკასიური აი ეთნოსის გარდა სხვა თუ ხდება მაგალითად აზიური ან მაგალითად სხვა ისე მაგალითად ხო მოდიოდნენ მომთაბარე ხალხები თუნდაც ჰუნები რომლებიც აზიელები არიან ხო სამშვილდის კარიერი არის თუმცა თავის გალა ეს დეფორმანტი არის და გენეტიკით დადგინდა რომ მონღოლოიდური წარმომავლობის არის და ძალიან საინტერესო ფორმა აქვს იმიტომ რომ ესეთი სხვა არ შემოხვედრია და რაღაცა იჭვი მქონდა რომელი რა პერიოდის არის ეს არის შუა საუკუნეები შუა საუკუნეები შეიძლება სადაური და შეიძლება მონღოლი შეიძლება ოსმდას ხო ერთი თავის გალა კიდე ასევე ის ძველი პერიოდის არის ოღონდ მე-3000 წლეულის თუ არ ვწდები ეს დეფორმირებულია ჭიათურაში არის აღმოჩენილი და სავარაუდოდ ეს არის ხა C14 უნდა გაკეთეს მაგაზე და ზუსტი თარიღი როგორ ცოდნება, მაგრამ სავარაუდოდ უნდა იყოს პირველი დეფორმანტი კავკასიაში და ისიც არა ადგილობრივია და ანუ ამით მე მინდა რომ მარშრუტი აღვადგინო, საიდან როგორ შემოვიდა ჩვენთან როგორ აი მაგალითად ხა თუდი ის არის დასავლეთ საქართველოში არ ინახება ეს ისინი ხო ნაშთები მაგალითად ის რომ აჭარაში რომ არის ფიჭუნარის ძალიან საინტერესო კომპლექსი იქ რამდენი სამარხია მაგრამ შიგნით არაფერი არ არის რაღაცა შეიძლება ერთი კბილია მოვიდეს ფრაგმენტი შეხვდეს ხო არა საინტერესო იქნებოდა იმ შესწავლა ან სადაური იყო ეს ადამიანი ბერძენია თუ კოლხია მაგალითად კბილი შეიძლება ხო აი თუ დასავლეთ საქართველოში მაგალითად თუ ჩატარებულა ანტიკურ გვიანანტიკურ ხანის ესეთ ნიმუშებზე რამე კვლევა რომ ეს ადამიანები ვინც იქ აღმოჩენილ სადაურები შეიძლება რომ იყვნენ ანუ ადგილობრივი თანამედროვე მას ემთხვევა გენეტიკურ მასალას თუ სხვა არის ამ შემთხვევაში ან მაგალითად რომაელი შეიძლება იყოს ან ბერძენი ან რაღაცა რომელიც თქვა დამპყრობილი იყო ჩამოსულო კოლონიზატორი ან ასე შემდეგ. დასავლეთთან სამწუხაროდ აი მარტო ხუნწიდან მქონდა მე ჩართული მასალები, იმიტომ რომ ეგ ადგილობრივი აღმოსა. ეს ადგილობრივი იყო, ხო, სამწუხაროდ არ ჩვენ კოლექციაში ყოველ შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი და ეს გენეტიკა კიდე ძალიან რამდენიმე წელია რაც ჩვენთან დაიწყო. ფაქტობრივად ყველაფერს შესწავლია ჯერ ხო ესე გამოდის. ანუ ეს ბიოარქეოლოგია არის დარგი, რომელიც ალბათ რავი საქართველოში აქვს 5 წლიანი ისტორია შეიძლება სულ. აი მაგალითად თუნდაც საუბარია ხო მეფეების სამარხებზე ან მაგალითად მათ გენეტიკურ მასალაზეც რომ აი ბაგრატიონები მაგალითად აი თუ რაიმე ფორმით ამის კოლება მომხდარა რომელიმე ძველი ნიმუში თუ უცდია იმას ან ვიმე თუ აპირებს ამის გაკეთებას ან რამდენად შეიძლება რომ დაშვებული იქნას ეს საქართველოში იმიტომ რომ ამაზე შეიძლება რაღაცა წინააღმდეგობებს დააწდეს მაგალითად რომელიმე ეკლესიაში დამარხული რომელიმე მეფის ან ასე შემდეგ ხო არა და რამხელა ინფორმაციის მოცემა შეუძლია. იცით როგორ არის აი თვითონ ბიოარქეოლოგიის დარგს არქეოლოგებიც კი ცოტა სკეპტიკურად უყურებენ რა ვერ ხვდებიან მაინდა-მაინც რამხელა მნიშვნელობის მატარებელია. ეხლა ნელ-ნელა იწყება რომ აი რაღაც ჩართული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძეგლი ითხრება ჩვენთან, ძალიან ბევრი სამარხები, მაგრამ ყველა ექსპედიციაში არ ხდება ანთროპოლოგის ჩართვა და ყველა მასალის შესწავლაც არ ხდება, რაც ძალიან სამწუხაროა. აი მაგალითად ეხლა თანამედროვე ადამიანის ძვლები რო იპოვონ რაღაც პერიოდის მერე, ხო, ამდენი საუკუნის მერე რა შეიძლება უთხრა სამძლება მაგალითად ჩვენზე. აი თანამედროვე ადამიანის ძვალი რისი ის იქნება ამ ხრევ თქმელი ბევრი ინფორმაცია იქნება სავარაუდოდ იგივე ინფორმაცია შემსვლელია ჩვენი ძვლებიც რაც მაინც ხა ჩვენ ხო ბევრ ამას ვიყენებთ უფრო მრავალფეროვანი ისე გვაქვს ხო გაცილებით მაინც რა რაციონით და რაღაცაით კი კვებაზეც რა თქმა უნდა მოგწევს ინფორმაციას დაავადებებზე თქვათ ასევე დადგენაშებულია მოტეხილობები, სიცოცხლეში მიღებული მოტეხილობები, დაზიანებები და ასე შემდეგ და რაღაცა დაახლოებით მსგავსი ის იქნება. მაგალითად აი ტრამვების ანალიზზე სამშვილდეში დავით ბერიკაშვილს აქვს გათხრები, დღესაც საქართველოს უნივერსიტეტის 2 წლის წინ ვიყავი ჩართული და ამ ექსპედიციაში და იქ ძალიან საინტერესო იყო, რომ ყველა თავის ქალაზე იყო აბსოლუტურად სიცოცხლეში მიყენებული დაზიანება. სამშვილდეში ხო?
და ისტორიულად მე დადგინდა, რომ სელჩუკების შემოსევა იყო იმ პერიოდში და ნუ ხო არიან გარდაცვლილად და ეს ძალიან საინტერესო იყო ამ ყველაფრის აღდგენა, იმიტომ რომ ზუსტად ანთროპოლოგიურად ყველაფერი ემთხვეოდა თან იყო მიყენებული ეს დაზიანებები ჩარწმით. ერთი იყო მაგალითად გარდაცვლილი იყო სიმაღლიდან გადმოვარდნით და განავნებაინულა და შეაბზოლის დროსთან. საინტერესო რეკონსტრუქცია იყო ამ ყოველ. ერთი ვიზბის სისმინდა რა, მსგავსი აღმოჩენა რა. ვიზბიში აღმოჩნდა თავის დროზე, სონერს თქვი, ძალიან საინტერესო მოიძიეთ ამ შესახებ. კაკ დოკუმენტურებიც არის ხოთა შორის. ვიზბი არის სკოტლანდზე, ხო? შვედეთში, სადაც ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთმა მხარემ მეორე დამარხა თავის მთელი აღჭურვილობიდან ყველაფრიანა და მე რა მოიღეს ეს ჩონჩხები, რომელსაც ზედაცვიათ ესე ჯაჭვის პერანგები, მუზარადები ახურავთ, იარაღები აქვს ყველაფერი აქვს და ამით ფაქტობრივად მთელი შუა საუკუნეების ამ პერიოდის შესწავლა მოხდა, ხო? ეგეთი რომ ამოვიდეს საქართველოში ამ რამეს გავიგებთ, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი რაღაც არ გვაქვს. აი ეს თუნდაც რა არის საინტერესო, ომის დროს რომ იხოცებოდნენ მეომრები ბრძოლაში. იმათ ხო რაღაც საერთო სამარხიც ხშირად კეთდებოდა ხოლმე, საერთოდ არსებობდა რომ ერთად რომ მარხავდნენ ყველას რა. აი მასეთი ისიც არ გვაქვს ჯერჯერობით, ხო, აღმოჩენილი. ჯერჯერობით და ეს თქვათ ომიანობის პერიოდი ეს სამშვილდე იყო, რომელიც ხო, ეს სამშვილდე ეს ამხრივ ხო. ხო, მაგრამ ინდივიდუალური სამარხები იყო, კოლექტიური არ ყოფილა ერთად. ჩაყრილი. ვანი და ზულტაკეთში მახსოვს კიდე ძალიან საინტერესო ყორღანები იყო აღმოჩენილი, თან შუა საუკუნეების არის ორივე სამარხი და დიდი ხნის მანძილზე რაღაც ცოტა უყურადღებელად იყო და მე მამუკაცურწომია მიაქცია ყურადღება სამხედრო ისტორიკოსმა, რომელმაც მთელი ეს დაკრძალვის წესი როგორც იყო შესრულებული შეადარა იმ პერიოდის ყივჩაღებისას და ზუსტად ერთ-ერთი დაემთხვა ყველაფერი აბსოლუტურად. მათ შორის ისიც რომ ძვლებს რომ ჩეჩქავდნენ ხოლმე ამტრევდნენ მე რაღაც დროის მერე და ცალკე ორმოში რომ აგროვებდნენ ხოლმე შიგნით და მე იმ ქვებს რომ იქვე ალაგებდნენ ხო. აი ბევრი რაღაცა ესეთი არის საქართველოს შესასწავლი საინტერესო და ამიტომ მარტო წყაროებით ჩვენ ძალიან შორს ვერ წავალთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ძალიან წირი წყაროები გვაქვს საქართველოში. ყოველდღიურ ცხოვრების შესახებ საერთოდ არ გვეუბნება მით უმეტეს ეს წყაროები. ამიტომ აი მსგავსი მეცნიერებები გვჭირდება იმისთვის რომ ავადგინოთ რეკონსტრუქცია მოვახდინოთ ისტორიის. მოდი ხა ამ მენჯის ძვლები რო გვიწყვია, აქ ამაზე თქვათ ერთი ორი სიტყვა, ხო, თავის ქალაზე შევეხეთ უკვე ველაპარაკეს და აი რისი დადგინა შეგვიძლია მაგალითად აი ესეთი მენჯის ძვლებით. თუ ვიცით აი იმ პერიოდის ადამიანების, აი ან ასაკი რამდენია, ან რასქეს კაცია, ქალია და შემდეგ, აი ამის შესასწავლად მარტო თავის ქალა და ეს თუა საკმარისი და რა შეიძლება დადგინდეს ამით. კი ბატონო, მე თავის ქალითაც შეიძლება რა თქმა უნდა სქესის განსაზღვრა და ასაკის დადგენაც იმ შემთხვევაში თუ სხვა ნაწილები არ გვაქვს, მაგრამ რეალურად სქესის და ასაკის განისაზღვრება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. მაგალითად აი თავის ქალაზე ნიშნები რომ განახოთ, როგორ ხდება გარჩევა მამაკაცის და ქალის. პირველი ნიშანი ეს არის წარვზედარკალი. არის შემაღლება, რომელიც მამაკაცების შემთხვევაში არის უფრო გამოკვეთილი, ხო ამას საკმაოდ გამოკვეთილი აქვს და ქალების შემთხვევაში გლუვად გადადის, თითქოს არ შეინიშნება. მეორე ნიშანი ეს არის კეფის შემაღლება, აი ეს ნაწილი, რომელიც მამაკაცებში გამოკვეთილია და ქალებს საერთოდ არ აღინიშნება, თან ჩვენ თავზეც რომ ნახოთ, მიხვდებით რომ მამაკაცებს შეენიშნება და ქალის პირდაპირ გლუვად გადადის. არის მასტოიდ პროცესი, რომელიც აი პროფილში რო დავიჭიროთ, მამაკაცების შემთხვევაში არის უფრო განიერი და გრძელი და ქალების შემთხვევაში არის ვიწრო და მოკლე. ასევე შეგვიძლია ქვედაყვითაც დადგენა ეს ნიკაპის შემაღლება მამაკაცებში უფრო გამოხატული არის, ასევე თვალბუდით დგინდება და ხდება ასევე ასაკის განსაზღვრაც თავის ქალის მეშვეობით, როგორც ნაკერების შეზრდის მიხედვით, ანუ თავდაპირველად რაც უფრო ახალგაზრდა ინდივიდი ნაკერები არის გამოხატული, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ეს ნაკერები მარტივად რო აქვსნა ქრება. და ამით ხდება ასაკის დადგენა. ამას გარდა ასაკს ვადგენთ კბილების მიხედვით, ანუ აი ემალის ზედაპირს ვაკვირდებით და მათი ცვეთის მიხედვით ხდება, ანუ ცვეთის ფაზები არსებობს და რაც უფრო გაცვეთილია კბილი, უფრო ასაკოვანია ინდივიდი. მაგრამ ყველაზე
ნაკლებ სანდო მეთოდად მაინც მიიჩნევა თავის ქალას ნაკერების მიხედვით და კვირების მიხედვით ასაკის განსაზღვრა. იმიტომ რომ თავის ქალას ნაკერების შეზრდა დამოკიდებულია ბევრ სხვა გარემოებაზე, მაგალითად გენეტიკაზე, რა გარემო პირობებში ცხოვრობდა, რა სტრესი ჰქონდა და ასე შემდეგ, ანუ სხვა ფაქტორების გამო შეიძლება მოხდეს ნაადრევი, ასე ვთქვათ, შეზრდა. ისევე როგორც კბილების თვეთაც დამოკიდებულია იმაზე, ვთქვათ, როგორ ვიკვებებით, მაგალითად ადამიანი, რომელიც კბილს მოიხმარდა როგორც იარაღს, იმას რა თქმა უნდა თვეთა უფრო, ვთქვათ, გამოხატული ექნება. ან ცხოვრების პირობებზეც არის დამოკიდებული კბილების თვეთა. ასევე ხო უნდა აღინიშნოს, რომ ანთროპოლოგიაში ასაკს განსაზღვრავთ ბიოლოგიურ ასაკს, არა პასპორტულ ასაკს. ანუ პასპორტული ასაკის დადგენა შეუძლებელია, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენი სხეული, ვთქვათ, უფრო ასაკოვანი იყოს, ვიდრე რეალური პასპორტული ასაკია, ან პირიქით რა, ეს ჩვენ ცხოვრების სტილზე არის დამოკიდებული. და ყველაზე სანდო მეთოდი სქესის განსაზღვრისთვის ეს არის მენჯი, ეს არის მენჯის ძვლები, აი რომ შევაერთოთ ესე გამოიყურება, აქ გავა უნდა გქონდეს შუაში. და როგორ ხდება სქესის დადგენა. იქიდან გამომდინარე, რომ ბიოლოგიურად ქალის, ასე ვთქვათ, შეიძლება ვიხსენოთ, არ მოეწონოს, მაგრამ ქალის ფუნქცია ბიოლოგიურად ეს არის შობადობის ფუნქცია. სწორედ ამითია gan პირობებული მენჯთა სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის. შესაბამისად, ქალს აქვს უფრო ფართო გადაშლილი მენჯი, ანუ აი ეს მაგალითად დიდია მონაჭდები ეს ნაწილი. ქალის შემთხვევაში არის უფრო ფართო, მამაკაცის შემთხვევაში ვიწრო. მაგალითისთვის მარტივად რომ განსაზღვროთ, აი ცერათითის შედებით, აქ დიდა მონაჭდებში ცერათიც რომ მოვათავსებთ, თუ სივრცე არ ჩდება, არ რჩება, ანუ ვიწრო. ეს ოღონდ აი არასამეცნიერო იმით და მარტივად რომ გავიგოთ და ქალის შემთხვევაში იმდენად ფართოა, რომ ორი თითი თავისუფლად თავსდება. ეს საკმაოდ ვიწრო არის. ამას გარდა ხდება თვითონ ეხლა რადგან არ გვაქვს გავა ვერ ვაერთებ, ანუ აი ამ წინა კუთხითაც ხდება, აი ამ ნაწილით, ანუ უფრო გადაშლილი უნდა იყოს. და ასაკის დადგენა მენჯზე ასევე უფრო სანდო მეთოდად არის აღიარებული თავის ქალასთან შედარებით, იმიტომ რომ ეს ცვლილება არ არის განპირობებული არც საქმიანობით, არც სტრესით. ეს არის ბოქვენის სიმფიზია, ეს ნაწილი, რომლის ცვეთის მეშვეობითაც ხდება ასაკის დადგენა. თავდაპირველად აი ეს ზედაპირი არის უფრო რელიეფური, ანუ რაც უფრო ახალგაზრდა ინდივიდი, ბოქვენზე რელიეფური ხაზები აღინიშნება. ასაკის მატებასთან ერთად ხდება ამ რელიეფის გაქრობა, ცვეთა, დეგენერაციული ცვლილებები იწყება, ტანაზარდები ჩნდება, ფოროვნება და ანუ აი ამ ფაზების მიხედვით ხდება ასაკის დადგენა. და ძირითადად ხდება 10 წლიანი შუალედით ხდება ასაკის დადგენა, იმიტომ რომ ზუსტი განსაზღვრა ასაკის შეუძლებელია. რახან ვახსენეთ ჩვენ რასების თეორია, რომელიც არსებობდა, ხო? არის საუბარი კავკასიურ რასაზე, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებული არის ბლუმენბახის სახელთან, რომელმაც შეისწავლა მაშინ ცნობილი თავის ქალა და ეს თავის ქალა მე კი აღმოჩნდა ქართველი კურტიზანი ქალისა, რომელიც რუსეთში ჩაუტანეს, ხო, მოკლედ მიიღო იქ და ამით დაადგინა, რომ ეს რაღაცა პროპორციები, ის რაც ნიშნები წამოიკითხა იმაში, რაღაცა მიიჩნია იმან გამსაზღვრელად, მოკლედ ამაში და აი რა შეიძლება ვთქვათ იმაზე, რომ კავკასიური რასა, როგორც ჩვენთან არის აქმული, რამდენად სწორად უყურებენ ამ საკითხს, იმიტომ რომ შეიძლება თქვენია შემთხვევა, რომ კავკასიურ რასას, როცა ახსენებენ პირდაპირ ქართველს გულისხმობენ ხოლმე ზოგჯერ ჩვენთან, აი მაგალითად ყოფილა შემთხვევა, რომ რომელი ადამიანი დაუდგენიათ, რომ სემიტი იყო, მაგალითად კავკასიური რასის წარმომადგენელი და შემდეგ და უთქვამთ, რომ აი ეს არის კავკასიური რასის წარმომადგენელი და მე ჩვენთან მოუმართავთ, რომ აი ქართველი იყო ეს და ასე შემდეგ. აი თუნდაც ასეთი თეორია გაჩნდა ეგვიპტეზე, ძველ ეგვიპტეზე. ხო, ფარაონების რო შეისწავლეს, მახსოვს რაღაც პერიოდის მანძილზე, მუდმივად ვრცელდებოდა ხოლმე ტუტანხამონი ქართველია და მის ნათესავები გამოჩნდებოდა ხოლმე ხან მაშინ გურიაში და ხან სამეგრელოში და ასე შემდეგ და აი ეგ არის საინტერესო, რომ აი აუხსნათ რას ნიშნავს კავკასიური რასა და რას გულისხმობს ამ ტერმინში მეცნიერება რეალურად. ზოგადად ბლუმენბახიდან რომ დავიწყოთ, ბლუმენბახი იყო ერთ-ერთი პირველი მიწის რასები გამოყო, მათ შორის იყო კავკასიური, ამ კავკასიურ რასაში გულისხმობდა თეთრკანიანები ზოგადად, ანუ მან კანის ფერის მიხედვით დაყო, ასე ვთქვათ, რასები, იყო ნეგროიდული რასა, ამერიკული რასა, მონღოლოიდური რასა, ანუ ეს რასებად დაყოფის ის ჰქონდა, თუმცა
ბუმებახი მართლა მიიჩნევდა რომ ქართველი ქალები ასე ვთქვათ თავის ოღონდ მარტო თავის ქალას მიხედვით იყვნენ ყველაზე ლამაზები და სავარაუდოდ რომ აქედან დაიწყო ყველაფერი ცივილიზაცია მაგრამ ნუ ეს რა თქმა უნდა არის მცდარი და კავკასიური რასა საერთოდ არ გულისხმობს ქართველებს ანუ ევროპელებიც კავკასიურ რასაში ერთიანდებიან მაგრამ დღეს საერთოდ ამოღებულია ეს კავკასიური რასა ტერმინი საერთოდ აღარ არის მიღებული არ გამოიყენება არ გყოფთ ესე რასებად მაგრამ ისეთ კავკასიენ შემკვიდრია რომ არის ხოლმე თეთრკანი რასაც აღარ ეკანა ესე არა კი აი მაგალითად როდესაც საუბარი არის იმაზე რომ ნაპოლეონის შეისწავლეს რაღაცა ნიმუში გენეტიკური და დადგინდა რომ ეს არის კავკასიური რასის წარმომადგენელი ხო ამან თავისოზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ამაზეც თქვეს რომ აი ეს ქართველი იყო ხო და არ ნიშნავს რომ არის ქართველი ესრული აბსოლუტურად უბრალოდ თეთრკანიანი ადამიანს გულისხმობს ამ შემთხვევაში და როგორც აქვს თავისოზე იყო რომ ეს სემიტად მიიჩნეოდა რაღაც პერიოდის მანძილზე და მე ალბათ დროთა განმავლობაში ამის გენეტიკურ მასალას კვლევით დადგინდა რომ ევროპელი კავკასიურ რასის კავკასიურ წარმომადგენელი არის ამ შემთხვევაში ის აი საქართველოში შენეს ანთროპოლოგიური თვალსაზრისით რა ისეთი მითებია გავრცელებული ისიც შეგვიძლია ვთქვათ რომ ქართველები არასწორად უყურებენ ამ საკითხს ანთროპოლოგიის თვალსაზრისით რო შევხედოთ რა ვიცით არასწორად ქართველებმა ისეთი რაც შეიცვალა დროთა განმავლობაში ჩვენთვის დროთა განმავლობაში ესეთ უნდა სხვანაირად აღვიქვამდეთ ახლა, მაგრამ დარჩენილი არის მაგალითად რაღაცა გადმონაშთი წარსულისა. და ვფიქრობ, პირველი ყველაზე გავრცელებული ეს ბლუმენბახია, იმიტომ რომ ბლუმენბახი მგონი ყველა ქართულმა იცის და ამით ამაყობს, რომ ქართველი თავის ქალის მიხედვით ეს მოსაზრება გამოთქვა. ალბათ ის, რომ ქართველები სინამდვილეში აქ ბევრი სხვადასხვა ხალხია შერეული ერთმანეთთან და ვითომ აღმოსავლეთ საქართველოში ირანელები ცხოვრობენ და რაღაც მსგავსი ისიც არსებობს. ხო, ესეც არის, რომ ეს ირანელების შემოსევის გამო კახეთზეა ხოლმე ძირითადად ეს იუმორისტული ისინი, რომ ირანელები შავა კახელები მაგრამ ხო ნუ ესეც რა თქმა უნდა სიბართლეს არ შეესაბამება, იმიტომ როგორც აღნიშნე, ანუ გენეტიკის ცვლილება ესე მარტივად არ ხდება. რაღაც ერთი შემოსევით გენეტიკა არის. მე მგონი ის მითია, კიდე ქართველების თვისთანაც ქონდათ ურთიერთობა, თუნდაც მომთაბარე ტომები იქნება და ყივჩაღები იყვნენ, ხაზარები, ირანელების თუნდაც და შემდეგ როგორ გამოიყურებოდნენ, იმიტომ ჩვენ მაშინ ყოველ სახქმული არის ხოლმე რომ წარსულშიც აი ეს ხალხები იყვნენ რაღაც ჩაუბრემანი, პატარა, რაღაც სხვა. არა და ჩვენ ხშირად ხდება ხოლმე მათი აღწერაც და გენეტიკურ ნიმუშებს ჩანს ხოლმე რომ ან მოწითალო წერი აქვს, მაგალითად ცისფერი თვალები აქვს ოლოვცებს რო ეძახიან ყივჩაღებს მაგალითად, იმიტომ რომ ღია ფერის თმით გამოირჩეოდნენ მაგალითად, ანუ ჩვენ აღქმაში და ის თუ რა იყო მაშინ რეალობაში, გარეგნობაში, აშკარად საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ხო, ჩვენ წარმოგიდგენთ, იმიტომ რომ ამის რეალურად აღდგენა აი მაგალითად აი თავის ქალის მიხედვით რომ აღვადგინოთ, ხა როგორი იყო იქნებოდა ვიზუალურად. ეს ადრე შეუძლებელი იყო ამის აღდგენა. ეხლა გენეტიკის დახმარებით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორც არის 3D სკანირება და 3D მოდელირება, ამითი შეიძლება რომ მაგალითად გენეტიკით გავიგოთ რა ფერი თმა ქონდა, რა ფერი თვალები ქონდა და შემდგომ უკვე ამის რეკონსტრუქციას აკეთებენ 3D ტექნოლოგიების მეშვეობით და შეიძლება რომ აი მიახლოებით ვიზუალი შეინარჩუნოს. ჩვენთან უყოფა მაგრამ ჩვენთან არა, ჩვენთან სამწუხაროდ ესეთი კვლევები ჯერჯერობით აი ვიზუალი რო არებინათ რომელიმე არა, ეხლა სამდეს ეხა ველოდებით და შეადა გვექნება ცოტა ხანს ჩვენს ლაბორატორიაში და ნახოთ მე და ესეთი მარტივი არ არის ამას ეხლა მე ვერ გავაკეთებ პირადად რაღაც სხვა აი სუმშურს ხოლმე რომ აი მას რიჩარდ მესამე რო აღადგინეს ინგლისელებმა მაგალითად და შენაგან მსგავსი ისინი რო არის და რაც გამოსახული აი კიდე ერთი ის უნდა აღნიშნო რომ ეხლა ძალიან ხშირად არის თქვენ შეგხვედრიათ თუ არა მე ძალიან ხშირად ვხდება AI-ის მიერ გაკეთებული იმას რომ დებენ ძალიან და ანუ ბევრს ჯერა რომ აი რაღაცა თავის ქალს რო ჩავხდებ აღგიდგენს ის აი მე მაგალითად ძალიან ისე რაღაცა ვერ თუ გართობს მიზნით აი ეს ხრამის დიდი გორის ჩავუგდე და ნუ დავუწერე რომ ანუ ამას და ამას აკეთებ და ისეთი გოგო დამიხატა რომ შეუძლებელი რაღაც მაკიაჟით და იმითი და ანუ ესეთ იმას სოციალურ მეშ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და ხალხს ჯერა ეს ყველაზე ცუდი რომ ანუ შეიძლება მართლა ეგეთი იყო და ძალიან ეხლა არის რომ თალკე მიმართულება მეცნიერების და ძალიან რთულია ამის გაკეთება რომ რაღაცა ზუსტად აღარ ჯერ ხელოვნურ ინტერესიც არ აქვს ნასწავლი ეგ მეცნიერება ხო შეიძლება ნახე საქართველოში ეს არ მოხდა რა
სხვაგან მომხდარა სავარაუდოდ, ანუ აღდგენა, როგორ გამოიყურება. ეხლა როგორც პროფესიონალს, აი პროგნოზი რო გავაკეთოთ რა, სხვა გამოცდილებებიდან გამომდინარე, თქვათ, გვიანანტიკური პერიოდის ტიპი და დღევანდელი რო აღადგინეს, თქვათ, გერმანიაში. მათ შორის სხვაობა, ანუ დღევანდელი გერმანელი და გვიანანტიკური პერიოდის გერმანელს შორის რამდენად დიდია, რამდენად გვანან ესენი ერთმანეთს. და ანუ საქართველოსაც შეიძლება თქვა, რომ გვიანანტიკური ქართველი და დღევანდელი ქართველი რამდენად ენგვანება ან არ ენგვანება ერთმანეთს. გენეტიკა თუ ერთი და იგივეა, მორფოლოგიურად ადრე შუა საუკუნიდან უკვე თავის ქალა ისე ფორმირდა, რომ ადრე შუა საუკუნიდან უკვე დაახლოებით ერთი ტიპები ვართ. მანამდე ხდებოდა ამ თავის ქალას ფორმის ცვლილებები. ეს პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ აი ადრე შუა საუკუნეებიდან უკვე მაინც ასე თუ ისე ერთი ტიპის მოსახლეობა ვართ, ვიზუალური თვალსაზრისით. ხო, ანუ ეს დაახლოებით ისეთივე გარეგნობის მიახლოებული რაღაცასთან რაღაცა რა თქმა უნდა ცვლილებები იქნება, მაგრამ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხო? ხო, ტიპაჟი რაღაც რადიკალურად განსხვავებული არა. ალბათ ქართველი დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც ალბათ ეხლა არის რა, მაგრამ ალბათ ცხოვრების წესი მოახდენდა მასზე, გარკვეულ ზეგავლენას რა, თუნდაც ფოტოების რო აქვს 19 საუკუნეზე, იმათშიც კი გარეგნულად განსხვავებულია რაღაც საქმიანობით. ყვები თუნდაც სასმელიც და ასე შემდეგ, ხო? მედიკამენტები. პოლიტიკური კურსით ეს მნიშვნელოვანია, პოლიტიკური კურსით უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის გარემოებაზე. და ხო, შესაბამისად მე ხა სტრესი რა თქმა უნდა ვიზუალზე გავლენას ახდენს. ვითეული და ეს კულტურა რო შემოსულიყო, თავის დეფორმაციას ვარ გაიკეთებდნენ მაგალითად, ხო? ისე ეგ რამეზე თუ აისახებოდა, ეგ დეფორმაცია თუ მოქმედებდა ადამიანის შემდგომ მდგომარეობაზე. რა, მაგაზე ძალიან ბევრი კვლევები იყო, რომ აი რაღაცა მენტალობაზე თუ მოქმედებდა, ინტელექტზე თუ ახდენდა გავლენას, სიცოცხლეზე თუ ახდენდა, მაგრამ ჩვენ მოსახლეობაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არ განსხვავდება დეფორმირებულებში და არადეფორმირებულ ტიპთან. ანუ ერთი არის შესაბამისად, ხო, ჯანმრთელობაზე არანაირი გავლენას არ ახდენდა და ინტელექტზე არ ვიცი რამდენად მოახდენდა, ალბათ გააჩნია რა უბანზე აკეთებდნენ ამ იმას თუ დაზიანდებოდა ისი უბანი რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ინტელექტზე შეიძლება მოეხდიდა, მაგრამ ალბათ უკვე იმდენად გაწაფულები იყვნენ რომ ამას ისე აკეთებდნენ რომ რაღაც გავლენას არ ახდენდა. თავიდან ჩეპები იქნებოდა. თავიდან ხო იქნებოდა როგორც ტრეპანაციაზე, ხა თავიდან ტრეპანაციას რო აკეთებდნენ და თავის ხელს გვიტავდნენ, ბევრი მაგიდაზე რჩებოდა და მე უკვე ნელ-ნელა ხევსურეთში იყო განსაკუთრებით ეს ტრადიცია, მე უკვე ნელ-ნელა ისე გაიწაფდნენ რომ აი კმილებზე რომ ამბობდი მაგალითად რომ ის ჰქონდა თუ რაღაც ხარით ხო რომელიც მაგას ხელოვნურადაც ხო აკეთებდნენ ხოლმე ზოგჯერ მაგალითად სკანდინავიელები ხო ხო ძალიან მინდოდა რომ ეგეც რო ხერხავდნენ ხოლმე კბილებს ხო მაგასაც ხო ხელოვნური როგორ ქვია რაღაც ეგეც კბილის ხელოვნური დეფორმაცია მგონი ეს სახელწოდება თავის დროზე აი მახსოვს განსაკუთრებით აი ეგ როდის გახდა კარგად ცნობილი არის ესეთი ცნობილი რეჟისორი რობერტ ეგერსი რომელს გადაიღო Norseman ფილმი და ამ ფილმში არის ვალკირია, სკანდინავიელი ვალკირია, რომელიც ციდან ეშვება და ეს კბილები რო გამოუჩნდება, აი აქვს გახერხილი აი ის როგორც აკეთებდნენ ხოლმე მას და უმეტესობა მაგიქვა რომ ბრეკეტები ჰქონდა ჩადგმული ამ ქალს და იძახა რომ რა უნდა მაშინ შუა საუკუნეების ვალკირიასო ბრეკეტები რატო გაკეთებულია. სინამდვილეში ჰქონდა გაკეთებული ძალიან ავთენტურად როგორც არის აღმოჩენილი თავის ქალა იმპერიაში როგორც კბილები გაკეთებული ზუსტად ისე ჰქონდა ამ შემთხვევაში იმას დამუშავებული და ალბათ ამას რაღაც რიტუალური შეიძლება ვიზუალური ეფექტის ისიც ჰქონდა თქვა მწერის თქვა სამხედრო თვალსაჩინო თავიდან რაღაც ალბათ ყველაფერი რაღაც რელიგიური მე ესე გონია რელიგიური საწინააღმდეგო იწყება და მე უკვე რაღაცა უკვე მოდაში გადადის ეს ესთეტიური სტილი ანუ რაღაცას მოწონს როგორც ახლა ვთქვათ აფრიკაში კისრის დაგრძელება არის უბრალოდ მოწონს ხო გოლები რო არის ხო ესეთი მოგეთემ ხო ან ყურებზე და ტუჩზე ხო თუ ტუჩებზე და ან ფორალესო უბრალოდ მოწონს და იმიტომ აკეთებენ ან დღეს თუნდაც თანამედროვე მოსახლეობაში ჩვენთან პლასტიკური ქირურგია რაც არის იგივეა ხა ზოგს ძალიან მოწონს და ყველაფერს იკეთებს აბსოლუტურად ტუჩები დაბერვა და ეს რა თუნდაც ტუჩები და ყველაფერს რავი ყრიმალები გატკინა ის გაიკეთე ხო ყველაფერი შეგიძლია და დაახლოებით ანუ ადამიანი მაინც თავისი არსით არ იცვლება რა რაც ადრე იყო ის ვართ ეხლა უბრალოდ რაღაცა ტექნოლოგიები გვაქვს რაღაცებს სწორ რაღაცები მარტივდება მაგრამ მიმბაძველობა რა იყო ყოველთვის და არის ეხლაც რაღაცა სხვისი გურჩევნია სხვისი მოგწონს რომ როგორც არის მომთაბარეებში ალბათ დაინახეს მოეწონათ მიბაძეს დღესაც ესე ხდება რაღაც სხვისი უფრო გვიზიდავს თითქოს ვიდრე ჩვენაც გვაქვს
მოგეთ ვრცელდება. უფრო მეტი შესასწავლი გვაქვს ვიდრე ვიცით რა. კი. უფრო მეტი ანუ რეალურად სადღაცა დღეობით. ბნელ ოთახში პატარა სანთრის ნამწვია შეტანილი ჯერჯერობით რა დაახლოებით ეგეთი ისა. ხო, პირდაპირ თქვა ეს არის იმედის დაფერწყალი, რომ ეს დარგი დამკვიდრდება საქართველოში, იმიტომ რომ ჯერ ესეც თავებათაც ვუყურებთ, რომ ბიოარქეოლოგიის დარგი საქართველოში დამკვიდრებულია. ეხლა იკიდებს მე ძალიან ველოდები მაქვს შედეგებს მანქანებით რა. ხო, რა. სიახლეები. ბიოარქეოლოგიური სიახლეები, საკე რუბრიკა უნდა გაკეთდეს და იმაში გამოჩნდეს ხოლმე. არა, მე მართლა ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემ მართულებაზე თუნდაც სამხედრო ისტორიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, წარმოუდგენელია, რომ შეისწავლო ომი არქეოლოგიური მასალის გარეშე რა, ძალიან ძნელია რა, უბრალოდ მარტო წყაროების ფონზე არ გაკეთება, იმიტომ რომ ჯერ ესეთი თუნდაც კვების რაციონს დენას რომ შევისწავლიდი მე ბევრი შედარების გაკეთება მიწევდა და რომლის შედარებაც მიხდებოდა სწორედ ბიოარქეოლოგების კვლევების საფუძველზე, იმიტომ რომ ისინი ადგენდნენ, აი მაგალითად რომაელი ჯარისკაცი რაშჯარი და სასანიანო და ინაში იყო პარტიაში იყო გავრცელებული და ასე შემდეგ და ჩვენთან ახლა მაგალითად ალბათ პალინოლოგიაც მონაწილეობს ამაში მნიშვნელოვანი და ხო. ხო, დიდი ხანია ჩვენთან არის ეროვნულ მუზეუმში მუშაობს ხალბატონ ელისო ყოაძე და ის აკეთებს პალინოლოგიურ. ეგ მგონი დოკუმენტურ ფილმშიც იმონთან ხო. კი. მაგრამ აი იზოტოპური კვლევები უფრო ახალია და ეხლა ჩვენთან რა და ეხლა იმიტომ რომ შესაბამისი ის ლაბორატორია და T14-ის ხო? T14 უფრო დიდი ხანია რას კეთდება. T14 უფრო ეს არის. ალბათ უფრო არქეოლოგები მეტი- განემენ და უფრო ფეხმოკიდებული ასე ვთქვა და უფრო მეტი გჭირდება რა. იზოტოპები ხო. უფრო მეტი გჭირდება ეს ყველაფერი. მოკლედ რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენ საქართველოს ისტორიის შესწავლა და მართლა ძალიან ისე დიდი საქმის გაკეთება თუ გვინდა და პატრიოტიზმი და ყანწებით ხელში ეს არ უშველის მაგას უფრაზე ჯდომა. სინამდვილეში ამას სჭირდება ესეთ სამეცნიერო მუშაობა, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი რამის გაგება შეგვიძლია საკუთარ ისტორიაზე და ეს არის რეალური ისტორია და არა ის, რასაც თქვენ უსმენთ სუფრაზე და რასაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულს უყურებთ რაღაც სულელურ რილსებში. აი ეს არის რეალობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და იმედი მაქვს, რომ აი კიდევ რაღაცა ინფორმაცია თუ შემოგვივა, რაღაც დონეზე ისე შევეხებით ამ საკითხს, იმიტომ რომ ძალიან გვაკლია ჩვენ ეს ასეთი კვლევები და მე ყოველთვის მივესალმები ხოლმე ნებისმიერ მკვლევარს, ვინც რამას შემოიტანს, ზოგადად საქართველოში ამას დანერგავს, იმიტომ რომ აი არ ვიცი, 21 საუკუნეში ამის გარეშე ისტორიის შესწავლა უკვე აღარ გამოვა. უკვე აღარაფერი აღარ გამოვა ამისა. ამიტომ არქეოლოგები, ბიოარქეოლოგები, ეთნოლოგები, ანთროპოლოგები მწარე პოდკასტში. მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით.